გუშინ ვნახე თქვენი სპექტაკლი. მე 60 წელია მხოლოდ საეტაპო სპექტაკლებს ავდგა. ასე სერენჩი მიმკვლევარები. თქვენ ალბათ საკითხული გექნებათ ეს ფუნდამენტალური ნაშრომები. გუშინდელი თქვენი სპექტაკლიც ასეთ საეტაპო სპექტაკლად მომეჩვენა. არა, მე არ ვფიქრობ, ძალიან გამედული სპექტაკლია და მიგვირს კიდეც როგორ გაუშვეს. მოქალაქეობრივი პრობლემების სიძლიერემ მაყურებლების სულ ერთიანად აღვაგზმო. მე მშურს რეჟისორის ოსტიობის პროფესია. უკვე 10 წელი არა ყოფილვარ თეატრში. ჩემ საკუთარ სპექტაკლებსაც აღარ უყურებდა, ვერ წარმომედგინა რომ თეატრის სცენაზე სიყალბეს ასე ლამაზად შეამკობდნენ, დამდენ ნიჭსა და შრომას დახარჯავდნენ სიცრუის დასაფარავად. მე მშურს დრამატურგის, რეჟისორის, მხატვრის და თქვენი ზნედაცემულობის. დიახ, ზნედაცემულობის. რას გვერდით? არაფერს, ბატონო, არაფერს. მე ვერ ვიტან თანამედროვე პიესებს, თუმცა მართალია ხშირად დამიდგავს, მაგრამ საბედნიეროდ ცუდად. ამ ბოლო 10 წლის მანძილზე კი საერთოდ უარი ვთქვი თანამედროვე პიესების საკითხვაზე. ჩემი მკვლევარების ბოლო ოპუსებში ზოგიერთი ჟურნალ გაზეთების ფურცლებზე, უბრალო მაყულებლის წერილებში და მთავრობის გარკვეულ წრეებში შეამჩნიეს, რომ მე გაურბიან თანამედროვე თემატიკას, თუმცა ამის შემჩნევა ადრე შეიძლებოდა. იმათ ვერ გაუგიათ, რომ თეატრში კარგად დადგმული კლასიკური პიესა ბევრად უფრო საჭირო ადამიანის სულისათვის, ვიდრე რაიმე გეგმისადმი ან თარიღისადმი მიზღვრილი შედევრები. და მეორეც, როგორ ჩვენი ძვირფასი ექიმები მეუბნებიან, მე ძალიან ცოტა დრო დამრჩა. But male mohdები. Ვერა საკვირიანო ჩემი უკანასკნელი დადგმას არ მინდა დაემსგავსოს თქვენს გუშინდელ სპექტაკლს. მოგეთ გამას და შევუდგეთ თანამედროვე პიესის დადგმას, რომელიც თეატრს ხალხს ძალიან სჭირდება. წავიკითხოთ პიესამ. გადაშალეთ როლები. რომელი როლები, ბატონო? რას გავსეს? სადავის რეკვიზიტი. მე ხომ მოგეციციერად მჯერდებოდა. ნუ მათმატინებთან. გავსივდი კიდეც. ბუფეტი ხომ გააგდამ დასაწყვალ თეატრში. გვაქვს, ბატონო. რომელ წელს ახარ დაბადებული? 1900. ძალიან კარგი. აბეკით. თქვენ ხართ გაზეთის რედაქტორი. დაბადებული 1936 წლის 10 დეკემბერს.
ილარიონის მიქელაძე. დაბადებული 1936 წლის 10 დეკემბერს. წესიერი მორიდებული პატიოსანი ბუნჩულა კაცი. ბუნჩულა! იქნებ ამიტომაც დააზარალა ცხოვრებამ. წლების მანძილზე მუშაობდა პროვინციაში და ძლივს ეღირსა ქალაქში გადმოსვლას. გაზეთის რედაქტორად დანიშნეს, რაც ერთობ მოულოდნელ ინციდენტად ეჩვენათ ნაცნობ მეგობრებს. დედა გარდაეცვალა 1958 წელს. ცოლი, რომელიც სიყვარულით შეირთო, 2 წლის შემდეგ გაექცა. ხალი წავიდა სვისასა. დიახ, 1900 საკმარისია. დაიკავეთ თქვენი ანგილები. ესე იგი თქვენ ახართ გაზეთის რედაქტორი. თქვენი გაზეთის ხვალინდელ ნომერში უნდა გამოქვეყნდეს თქვენი გამანადგურებელი წერილი თქვენსავე მეგობარზე, რომელსაც სამსახურიდან მოხსნას უპირებენ. გვეცრად კაბინეტში ტელეფონმა დარეკა. თქვენ ყურმილი აიდეთ. აიდეთ. გისმენთ? გისმენთ? მირიან, გავიგე შენ წერტერის დათოზე. მზად არის და ხვალინდელ ნომერში წაიკითხავ. წერილი მზად არის, ხვალინდელ ნომერში წაიკითხავ. და სინდისი რა თქმა უნდა არ გაწუხეთ. რატომ გამოშტერდით მაწილო? ბავშვობის მეგობარი უნდა გასცილოს, იონის საქმე ხომ არ არის? მე რა განაგრძე? რა დაგავალეს? არა, აბა? უძვრები. დიახ. ასეც ვიცოდი. ხოლო ჩემ სულელ ქმარს დღესაც ჯერა შენი. უკაცრავად. ბატონ გიორგი, მე ანუ მის როლი? გაიგეთ, კაცო, მე ერთი უნიჭო მიხსნილი მოხუცი გახლავთ. მე არ შევიძლია ნორმალურად პიესების დადგმა. მე საერთოდ არ ვიცი როგორ იწმევა პიესები. ორანი ახალი სპექტაკლის უნდა დაიწყოს თითქოს პირველად მოხველი თეატრში. ორანი ახალი როლი უნდა ითამაშოს თითქოს პირველად გამოდიხარ სცენაზე. სათერფო. გახსოვთ როგორ გამომლანძღეს, როცა თქვი ნუ აძლევ დადგმას თქო. სხვათა შორის თქვენ ციცავდით მას. არა, სულ გამოშტერებოდა ეს საწყობი. ყოველთვის ასეთი იყო. ყოველთვის. არასოდეს არ მომწონები არც ერთი მაგის დადგმული სპექტაკლი. არც კი გცხვენია. ბოლოს და ბოლოს მის ასაკს მაინც ეცით პადივით. და საერთოდ მე მგონი ჩვენ უნდა ვითამაშოთ ეს პიესა. მე პირადად ამ პიესაში არ ვითამაშებ და ვერც ვერავინ მაიძულებს. ამათ შევიც რომ გაცოცხლდეს. კარგი ერთი თუ ღმერთისა. თქვენ ასე იცით, მე კი პირველი ავარდებით სცენას. ვის უბედავ შენ ლაწირაკო შენ? ვის უბედავ? ვინ არის შენი ლაწირაკი შეუნიჭო? უყურია უშინელ ბოთლს. ბატონებო და ქალბატონებო, დაიმშვიდეთ ნერვები. მე უნდა გაუწყოთ ფრიად არასასიამოვნო ამბავი. ამ გამოთაყვანებულ მოხუცს არავითარი პიესა არ გააჩნია. აბატო, რა ბრძანეთ ქალბატონო? დიახ, არავითარი პიესა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ლიბრეტო, რაღაც აბდაუთ. მამაჩემს გადაწყვეტილი აქვს თქვენთან ერთად მუშაობის დროს შექმნას პიესა რეპეტიცია. სათაური როგორ მოგწონთ? 7 სუფრული სიმღერა. ეს არის 30-იან წლებში დაბადებული თაობის ცხოვრების გზა. პირველი სუფრა. სუფრა ბატონო, აქ ყოველ სურათში სუფრაა გაშლილი, თქვენი დაბადების დღის აღსანიშნავად, ოღონდ წლებია სხვადასხვა. საინტერესოა, ხო იცი? საინტერესო შეიძლება იყოს, მაგრამ ვინ დაწერს ამას თქვენ? თქვენ ხომ არაფერს არ კითხულობთ? პიესებსაც კი. დიახ, მამაჩემს დაავიწყდა ვისთანაც საქმე. თუმცა რა გასაკვირია, ერთი კვირის წინ სახლსაც ვერ მოაგნო.
ამიტომ არ მინდა რომ აი აქ თქვენთან თეატრში მოხვდეთ. მე ვატყობ ბასახში უფრო კლავე ქალბატონო. დამშვიდი, მე ვერავინ ვერ მომკლავ, ვერავინ ვერ მომკლავ. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენ მოგეწონათ ჩემი ჩანაფიქრი, თუმცა ჩემს ქალიშვილსაც ვერ დავხმები, რომ თეატრში მსახიობებთან ერთად დაასრულო პიესა და თანაც დადგა იონის საქმე როდია, მაგრამ მთავარია ჩვენ საქმეში არ გეშინოდეთ მარცხს. მაგაზე აბა გამთაისმენდეს მოედანი პარმენდა დაიწყო ზეი ბოლო სურათით ისევ დაბადების დღე ჩვენი გმირი მირიანი 43 წლის გახდა. ხამხამობით უკვე სიკვდილზე ფიქრობ, სიოფლში ეღვიძება ის აზრი, რომ მან ვერაფერი ვერ შექმნა ამ ქვეყნად, რომ ცოტათი მაინც ვერ შესწვალა ცხოვრება, რომ ხეს არ დაურგავს, მოსვენებას არ აწევს. დილით კი მეგობრის სოლთან საუბრის შემდეგ მან პირველად ცხოვრებაში გადასვლიდა აღარასოდეს სასულიყო დათმობაზე, აღარასოდეს ეღალატნა თავისი საკუთარი პრინციპებისათვის და ბედნიერად იგრძნოთა. საგამოს სამსახურიდან რომ დაბრუნდა, სუფრა უკვე გაშვილი დახვდა, ლიამ მოსალოცი დეპეშები გადასცა და როდესაც ციმბირიდან კონკავშირული მშენებლობიდან შვილის გამოგზავნილ დეპეშას კითხულობდა, უეცრად ტელეფონმა გარეკათ. გისმენთ? მირიან, გილოცა დაბადების დღე. ბატონო გიორგი, იქნებ მოგბრძანდეთ, ყველას ძალიან გიხარდება. რა გმადლობთ, ადრე უნდა გაგეფრთხილებინეთ. ბოდიშვილი ბატონო გიორგი, ვერ გაგიბედეთ. არა, გახუმრებით მართლა გერამცის. არა მცალია 12 საათამდე აქ უნდა ვიჯდე. მირიან, მართალია რომ ხვალ თქვენი წერილი უნდა დაიბეჭდოს? დიახ, და ნომერი უკვე ხელმოწერილია. მე ვფიქრობ, ნადევი ამ წერილის გამოქვეყნება. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. საბოლოო გადაწყვეტილებას რომ მიიღებთ, მერე რაღა აზრი აქვს გაზეთს. არა, მე არაფერს არ გაძლევთ, მაგრამ მეშინია თქვენმა წერილმა არაობიექტური გადაწყვეტილება არ მიგვაღებინოს. მე ვფიქრობ, არ ღირს ამ წერილის დაჩქარება. ძალიან მეუხერხულება ბატონო გიორგი, მაგრამ ვიანა რომ მოვინდომოთ, მაინც ვერ ამოვიღებთ წერილს, უკვე სტამბაშია. გეტილი ბედნიერ დაბადების დღეს გისურვებ. შენ იმდენს იზამ რომ დაგიჭერე. ეს არავინ არავის არ იცის. უკაცრავ ბატონო გიორგი, ვინ არის ეს ლია? თქვენი თანაკურსელია. სამი წელი ერთად ცხოვრობთ, მაგრამ ვერა და ვერ გადავიცვეთია ცოლად მოყვანა. მაგრამ დღეს თქვენ გადაწყვიტეთ ახალი ცხოვრება დაიწყო. ლია! ლია. გამომხრივეთ ცოლად. არა. მე არ გეხმურები ლია. არც მე. რა იყო, რა მოგივიდა? მორჩეთ ამაზე ლაპარაკს თორემ წავალ. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ლია! მაინც რა მნიშვნელობა აქვს? ყველაფერს ხომ ვერ აგიხსნი? ლია. მე აგიხსნი. მესმოდა როგორ ყვიროდის სიზმარში. მე ადექი. მთელი ღამე დაბორიალებდი. გადაწყვიტი ახალი ცხოვრება დაგეწყო. როგორც ოროსანმა მოსწავლე ხვალიდან კარგად ვისწავლიო. თუმცა ოროსან შეუძლია ნიშნის გამოსწორება.
43 წლის კაცი ახალ ცხოვრებას ვეღარ დაიწყებს. დია! სად მიდიხარ, დია? ბატონო, როგორ ხდება ფლეთონია რეპეტიციები დება? ექსპერტებს ბატონო ჩემს თეატრზე. არა ბატონო, არა. მხოლოდ ქალებთან მუშაობდი, მხოლოდ ქალებთან. ასე ვთქვათ, ინდივიდუალური რეპეტიციები ჰქონდა. მამა, ნუ ხარ თქვენ პედაგოგები ასეთი ეჭვიანები. ყველაფერში ცუდს რატომ ხედავთ? მუშაობდით ბატონო, არა, მართლა მუშაობდით ბატონო. აბა განვაგრძოთ. დია, მე შენ უკანას არა, ბორზაინთა. მოდიან სტუმრები, უკვე მთელმა ქალაქმა გაიგო ამ წერილის შესახებ. თქვენ ტელეფონი გამორთეთ, იმიტომ რომ მთელი ქალაქი გირეკავს და გირეკავს. მეგობრები და ნაცნობები მხოლოდ საკეიფო დამსვლელობსაც კი არ მოხვედით დღეობაზე, არამედ იმიტომ რომ როგორმე უარია თქვენოთ ამ წერილზე თქვენს მეგობარს. დრო კი ცოტა, მირიანიც რა თქმა უნდა გეწინააღმდეგება. მაგრამ ვინა ვარ? მომეცით ჩემი ნანჯღავნი. ой, აი აქ თუ გაარჩევ. მიხვდებით რომ აი აქ თქვენი გმირების დახასიათება აღწერა. ასე ვთქვათ, როგორც სტანისლავსკი გვასწავლის, ხასიათის მარცვალი. გაძლევ ზუსტად ხუცოცება. საბა. მანამდე მე მამის მონოლოგს აგიკითხავ. რომელსაც მადლიერი მშობელი წარმოსთქვავს. სტუმრებმა მისი სადღეგრძელო შესვეს. მამა თქვენი სამადლობელს ამბობს. მეგობრებო, თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მე ძველი ბოლშევიკი გახლავართ. კომუნისტი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია, რომ ასეთ შესანიშნავ თაობას მოვეცარ. ჩვენ დღეს კომუნიზმს ვაშენებთ. ჩვენმა ქვეყანამ ბევრს მიაღწია. ძალიან რთული და მძიმე გზა გამოიარეთ. მიუხედავ როგორ გეცინება ჩემს სიტყვებზე, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, სხვებისაგან განსხვავებით მეს მომწონს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ ახართ კმაყოფილი დღევანდელი ცხოვრებით. რაც იმისაც იმდარია, რომ თქვენ კიდევ უკეთეს შექმნით სამყაროს. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვებრძოდი იმ ადამიანებს, ვინც გაჰყვირიან ყველაფერი გაკეთებულიაო. ამის გამო ბევრი თავი დარაბაც გადამხდა თავს. დათქმე მიღწეულით ეს სიკვდილს ნიშნავს. მადლობთ დღეგრძელობისათვის. ერთხელ ღმერთს ავაცილოს ომი, სისხლის ღვრა. ევრიკამ! ევრიკამ!
ვისაც გაზეთში გამოქვეყნებული წერილი მოუტანს ვინც უკეთ შეასრულებს ამავე სამას ელგება ბანდანა პრიზი ალე ვირთასო მეგობრებო, ვისაც ჩვენს დევადებთან თო მირიანის მეგობარი ინტელიგენტი. მირიან, მე ძალზე მეუხერხულება შენთან ამ საკითხზე საუბარი. შენ სწორად იქცევ ისე, როგორც საქმე მოითხოვს. მაგრამ, როდესაც ჩემი თავი წარმოვიდგინე შენს ადგილას, მე მივხვდი, რომ ამას ვერ შეძლებდი. ეხ, მეწოდება ის სულელი დავითი, მის ცოლ-შვილზე რომ ვფიქრობ, ცუდად ვხვდები. მირიან, ნუ თუ შენ არ გაწუხებს მისი ოჯახის ბედი. არა მირიან, ამას მე ვერ შევძლებდი. დიდი მადლობა, შემდეგი გთხოვ. მირიანის მეგობარი თბილისელი ვაჟკაცი. მოგივიდა მირიან. რაში გჭირდება ეგ მაიმუნობა? თუ შენ დღეიდან გადაწყვიტე გაზეთის ფურცლებიდან სიმართლე გვიქადაგო, სასაცილოა და მეტი არაფერი. თუ ძალიან გაწვევიან, სხვას დააწერინე. იცი რას გეტყვი? ეხლავე დარეკე და ამოაღებინე ეგ წერილი. მანდოთ შედეგი გთხოვთ. მირიანის დაქარი 60 წლის ციალა. ვირთასო მეგობრებო, ჩვენი მირიანი ყოველთვის სერცსა და იმავე შეცდომას უშვებს. გონია რომ მოქმედებს თავისი სურვილების თანახმად სინამდვილეში კი ვიღაცები ბინძურ თამაში ბრმაია რაღაც იყენებენ. ახლაც როცა იმ წერილის დაბეჭდა საკუთარი გადაწყვეტილება გონია ისე ათამაშებენ. მე განამდვილებით ვიცი, ასე რომ არ იყოს დაგირეკავდნენ და გიბრძანებდნენ წერილი ამოიღეო. იმას კი სხვათა შორის შენ უარს ვერ ეტყოდი, შემო მირიან. გმადლობ ყურადღებისათვის. მეც გმადლობთ. შემდეგი გთხოვთ. სტაბის მუშაკი. ეთქვიან დაბეჭდეო, დაბეჭდავ. ეთქვიან არ დაბეჭდო, არ დაბეჭდავ. მადლობთ. ილია, მირიანის საცოლი. ხო. აცერდი. ხალ ბატონო ციალა. გისმენთ ვერ ბატონო? ბრძანეთ წერილის დაბეჭდა ზოგიერთი ბინძური ამხანაგების ბრალია. მე ხვდები ვის და რას გულისხმობ. ხვდოდეთ. პასუხისმგებელი პირი. დიახ, პასუხისმგებელი პირი. გახსოვდეთ, მხოლოდ მირიანის ნება სურვილზეა დამოკიდებული წერილის დაბეჭდა. იმ თქვენს მეგობარს მოხსნიან თუ არ მოხსნიან, ამას ჩვენთან გადავწყვეტთ. ისე რა ჩემო მირიან, მოიქეცით ისე როგორც თქვენ გსურდეთ. ამისათვის თქვენ უნდა დაგცით. ლია, მირიანის საცოლე.
შენ არაფერს გეტყვი მირია. გინდოდა ახალი ცხოვრების დაწყება და დაიწყე. ოღონდ თვალინდელი დღეც კარგად წარმოიდგინე. რა სიტყვის ეს ხალხი შენ წერილს რომ წაიგინო. ხვალინდელ გაზეთში წერილი დაიბეჭდება. რა! პრიზი მირიანს! დადგენილება ნომერი 285. ამას წლის 15 დეკემბრიდან მირიან ილარიონის ძე მიქელაძე განთავისუფლებული იქნას რედაქტორის თანამდებობიდან სხვა სამუშაოზე გადასulis გამო. რა არის ეს ბატონო გიორგი? აი ეს ბრძანება თქვენი მოხსნის შესახებ დაიწერება ზუსტად 5 დღის შემდეგ. რა თქმა უნდა, თუ წერილი გამოქვეყნდება გაზეთში, ასე რომ დრო ჯერ კიდევ გააქვს. ჩემი წერილი ხვალინდელ ნომერში დათოზე ერთი წუთით ია რა როგორ მოვიქცე ალბეშტო არ დავბეჭდო Don Georgi, რა ხნა, როგორ მოვიქცე? მე რატომ მეკითხები? მე რა შუაში? ყველაფერი მე რატომ უნდა გადავწყვიტო თქვენ საკუთარი აზრი არ გაგაჩნია? როცა ცხოვრება თქვენგან რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მოითხოვს თქვენს მერყეო, ყოყმანო და ასე გადიან დღეები, თვეები, წლები თქვენი კახაში დაგებინებით და ელოდებით იქნებ ვინმე რაიმე გვიკარნახოსო. სწორედ ამის გამოა რომ აღარავინ პატივს აღარ აქცევთ. და უფრო მეტის თქვენ რომ გესიზღებათ საკუთარი თავი. და როცა ნაბიჯის გადაცმას გადაწყვეტ, უკვე გვიანა ნაბიჯის სხვას გადაუდგეს. ბოლოს ნაკლებობა ამ წერილის დაბეჭდვა, რისი გეშინიათ? დიდი სამსახურიდან მოხსნია, რა უკეთმე, სხვა სიშოვნით. ჩვენთან შიმშილით არავინ ყვდება. ბატონო გიორგი, რატომ მიყვრეთ, რატომ იმბრაზდებით? მე ასე არ შემიძლია. დაანებეთ არ ყვდება. რა ვიცი მე, რა გასას მირიანი, დაბეჭდავს თუ არ დაბეჭდავს ამ წერილს. რა ვიცი მე, ამ წერილი კი არა. პიესა რა მოხდება, მაგრამ ახლა მაინც ხონდოდეთ რა ხდება? რა დამძახ სპექტაკლს. რა შელაპარაკებით? აი ამ უზნეო მოხუც. აგონი ხატა. ამან მთელი სიცოცხლე აი ასე გაგვაზარდა. საწოდავი დედაჩემი ამის ლუმს გაქოსაქციელებს შეეცი რა. აი ეხლა სადისტი ვიდრომ აწამებ ამ პატიოს ამ ხალხს. რა ქნას ბატონო ამ კაცმა 53 წლის ასაკში დაიწყოს ახალი ცხოვრება? რა შეაცილდი ამ შენ გაზეთში სტატია? გამოვა. ბოლოს და ბოლოს ის მაინც გაგვაგებინე ბატონო რა წერილია ამისთან ამ მთელი ქალაქი რომ აპორიაგდა. არ მაინტერესებს ამ წერილის შინას. ეს მხოლოდ საბაბია ჩემო ქალწულო. იცით ბატონო რომ არ გაინტერესებთ ამ წერილის შინას. შენ აქ სულელები არ ამის ანალიტიკურ აზროვნებას ჩაძდებს იმ ღრმა პროცესებს რომლებსაც პატიოსანი კაცი კომპრომისამდე მიხავს გვესმის. მერე რატომ აირჩიე აი ასეთი გმირი? ძლიერი მაინც იყოს ეს პრინციპული. ბრავო.
მოდის ვიხდი ჩემი ქალიშვილი იმაშიც მაღალია 53 წლის ასაკში ძალიან ძნელია ახალი ცხოვრების დაწყება რატო? მიტკალი ეს მიტკალი ეთრი მოკატკატამ თეთრი მოკატკატა სუფთა მერე გაჭუჭიანდა ქარეცხეს კლავ გახდა თეთრი არ გადშეხედე თეთრია მაგრამ ის არ არის რაც იყო ადრე სუფთა მაგრამ ნახამარი უკვენა ბატონო გიორგი, მე არ გეთანხმები. რომელიც სახარ დაბადებული? 1900 ძალიან კარგი, ადეკით? თქვენ ხართ გაზეთის რედაქტორი. დაბადებული 1936 წლის 10 დეკემბერს. ილარიონის ძე მიქელაძე პარტიის წევრი 1956 წლიდან სარჩინები დაამთავრა სკოლას და ინსტიტუტიც სკოლაშიც და ინსტიტუტშიაც კომკავშირის კომიტეტის მდივანი იყო პრინციპული კაცია შრომის საქმიანობა დაიწყო საქართველოს კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში საგმანისია გამიტანე ეს იქნება გაზეთის რედაქტორი სენა პირველი საუბარი მეგობრის სულთან ახლა თქვენ გითამაშებთ პრინციპულ კაცს ხოთ ბატონო მირიან თქვენი დივანია არამცალია ბატონო მირიან რა შეესაბ დავითის თოლი მოვიდა შემოვიდეს ოი მირიან კარგი შენდებზე ეს დათოზე წერილი ხვალინდელ ნომერში დაიბეჭდება თუ გინდა წაიგეთ ბატონო მირიან თუ შეიძლება ის ტელეფონი აიდეთ დიახ, გისმენთ? გამარჯობა, ბატონო გიორგი. მადლობ, ბატონო გიორგი. დიახ. წერილს ხვალინდელ ნომერში ვეჭდავ. გასაგებია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას რომ მიიღებთ. რაღა აზრი აქვს გაზეთს? არა, მე არ გეთანხმებით, ბატონო გიორგი. რას უნდა უცადო? დანაშაული ჩადენილია, დამნაშავე უნდა დაისახოს. ძალიან მიკვლის ბატონო გიორგი რომ თქვენ წერილის წინააღმდეგ გიხართ. ჩვენ ხომ მთელი სიმკაცრით ვებრძვით ასეთ მოვლენებს. დიახ? არა ბატონო გიორგი. კი ბატონო, მაგრამ არა მე ვერ გავაკეთებ ბატონო გიორგი. როგორ იცი? ადრე უნდა ეკიგრა შენს ქმარს. შენ არ უნდა დაგეწერა. მე
იგი მგონია რომ სწორედ მე მის მეგობარს უნდა დამეძე. მაშინ ცოტათი შეარბილე ეს მოკლან დათოს ისე განიცდის. შენ გონია მე არ განვიცდი არა? შენ არა ხერცაც არ განიცდი. შენ მხოლოდ შენ საკუთარ კარიერაზე ფიქრობ. მაგრამ როდესაც დაკარგავ ყველაფერს ამას, დარჩები მარტო, უმეგობრო და ხელსაც აღარავინ გამოგიძვის. მოიწვიეთ. რა გამართებათ ქალბატონო? რა შეესაბამება? ეს ბერძნული ტრაგედია როდი ადამიანურად უბრალოდ მაგრამ როდესაც ამ ადგილს დაკარგავ, დარჩები მარტო, უმეგობროდ და ხელსაც აღარავინ გამოგიძვის. რა სიზამ, ასეთია ცხოვრება. მე არავის არ უყვარვარ. არ შეიძლება უყვარდი ასეთი ხასიათის კაცი. სამწუხაროდ ეს ჩემი ხვედრი. შენ ახლაც თამაშობ. დიახ, ისმენ? არა, ბატონო გიორგი. გაიწიშ. მოგეხსენებათ ჩვენი ტელეფონების ამბავი. დიახ. ბატონო გიორგი. ვიცი ძალიან დაკავებული ბრძანდებით, მაგრამ იქნებ მოხვიდეთ დღეს საღამოს. ლიასაც ძალიან გაუხარდეთ. დიახ, ნერავი ჩამოვიდა. მაგრამ მუშაობენ ჩვენი ბიჭები. თუმცა მოგზანდი და ყველაფერს თვითონ მოგიყვება. მადლობ. ნახვამდის. იქნებ შენ და დათოც მოხვიდეთ საღამოს. დღეს 10 დეკემბერი. აუცილებლად გამოვიდეთ. საჩუქარსაც მოგანი. ეხლა როგორ მოგწონთ ასეთი გმირი? ვერ ვიცი რომ მომწონს. რატო? მეწოდება. გეწოდე. რატო? სხვათა შორის პრინციპული ხალხი ბევრს არ მოსწონს. აი მე შენ თავზე გამოვცადე, აი მე მაგალითად არც ხალხს მოვწონ ვარ და არც საკუთარ შვილს. მამა. პედაგოგები იუმორს მოკლებული. ჩემი შვილისაგან განსხვავებით ბევრს მართალია ვერ მივახცია ქვეყნად, მაგრამ აი ჩემი სამშობლოს კეთილდღეობის საქმეში მცირედი წვლილი. მეც მიმიწვით. მე ძალიან მიყვარს პირდაპირი და პრინციპული ხალხი. მაგრამ ადამიანობაც არ უნდა დაივიწყოთ. ამისათვის არავინ არ დაგჯით. და არ იყოს ომი. სისხლისღვრა. აი, ასე სიტყვას წარმოსვამ. მამასე იყვეს დაბადების დღეზე, რომელსაც მხოლოდ 6 კაცი ესწრება. კი, მაგრამ რატომ 6? არ მოვიდნენ ბატონო. რატომ არ მოვიდნენ? გამინათეთ არის ხალი. რატომ მიბრძანდი დაბადების დღეზე ქალბატონო? ჩვენის გვიყვარდა. უჯეროდა მისი. გარაგაკეთა. ბავშვობის მეგობარი გაწირა. კარიერისტი ყოფილა. ჩვენი სახელი აღარ ახსენოთ. ფეხს აღარ დავადგამთ იმის ოჯახში. აი, ასეთი აზრი გქონდათ თქვენს მეგობრებს და თქვენ გონიათ არ მოვიდნენ? თქვენ გონიათ არ მოვიდნენ? მაინც მოვიდნენ. მამა, როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს წერილი? რა არის ეს? აი, ხო ვიყავე კარებთან. ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად უნდა უთხრათ, მირიამ. ძალიან მეშინია. არა, მაინც უნდა უთხრათ, მირიამ. რა მოხდა? მირიამ არაფერი ვიღაცა მიხუმრა. აი ეს წერილი შენმა ცოლმა იპოვა. სტატია თუ დაიბეჭდება, მე მუქრებია. შენ რა მართლა გეშინიელია? შვილს მოგიკლავთ.
იქნებ მართლაც არ დამეჯდა ეს სტატია მირია. მეგობრის მიმართ მაინც გამოიჩინე ადამიანობა. დირიქით უკვე ვალდებული ვარ დავბეჭდო. ვაი! ვაი! ფოტოშოპის გამოძიებას გამოადგენ. ადგილებზე არ გაიწე. ხელები მაღლა. შეიძლება მერე მოგძანდით მადლობა დადა გორმილი მერე მოდია გამშვიდი დედა გალბატონო მოგძანდით მერე ფსკამი რატომ ღელავთ გალბატონო ძალიან გთხოვთ გაჩერდი ლია. ეს რა პრინციპული მეუღლე ყოლია არ გაიწე მირია არ გაიწე. მომწონს ხელები მაღლა. არ გაიწრე მერე მოდია ვარსტევი დღეს მამა შენის დაბადების დღე უნდა იყოს დიახ გილოცავთ ბატონო რედაქტორო აი თქვენ ჩემთან სახსოვრად გალგისტარით წევით სამშობლოს საკეთილდღეოდ დასხედით ფილოსოფოსი და ძალადობა არაკი ერთხელ ჩემო მირია ერთი ფილოსოფოსი მგზნებარე სიტყვას წარმოს თქვამდა ძალადობის წინააღმდეგ უეცა დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა მოიხედა ფილოსოფოსმა და რაც ხედავს ძალადობა თავს დასდგომია რას ქადაგებო კითხა ძალადობა ოროფერს ჩემს მოხსენებაში ძალადობას ვიცავდი მიუღო ფილოსოფოს გარეთ რომ გამოვიდა მოწაფეებმა სიმხდალე დასწამეს ფილოსოფოსმა ჩაიცირა და თქვა ხდალი იმიტომ ვარ დიდხანს მინდა ვიცოცხლო მე ხომ ძალადობის სიკვდილს უნდა მოვესწრო შენერი არაკია მომწონს მე ხომ ძალადობის სიკვდილს უნდა მოვესწრო მაგრამ უნდა მოგახსენოთ რომ მე ძალადობას სხვანაირად ვებრძვი მე მას მერე პოდია მე მას ვანადგო თქვენ მეყვით მოძალადე ხარ დიახ არა მე დემოკრატი გახლავართ აი მოძალადე კი თქვენ ბრძანდებით ბატონო მირიან აგჯერათ ახლა დაგიმტკიცებთ მე რა პადექი მოიტანე ის ბატონო მირიან აბრძანდით მოგიდაზე სწრაფად უფრო მაღლა გადმოდით ყველანი წინ აქეთ შუაში მერა დაჭიქი სწრაფად მაშასე მე დემოკრატი გახლავართ ძვირფასო მეგობრებო უნდა მოგახსენოთ რომ ძალადობა თავისი ბუნებით მრავალ სახოვანი ზოგჯერ იგი აშკარაა თვალში საწევი ზოგჯერ კი შენი ბატონ მირიანს იმდენად პრინციპულ კაცად გიაჩნია თავი რომ ხელის ერთი დაკვით უახლოესი მეგობარის კი შეუძლია მოსპოს
შვიდად იცხოვროს ამ ქვეყანაზე. ვიზიარებ ხალბატონო. საწყალი დაარჩი. მერა, მოდი არ. იღებად. ამიტომ ისი პრინციპულობა მხოლოდ ნიღაბია და მეტი არაფერი. ეს კაცი საზოგადოებისათვის ყველაზე საშიში პიროვნება. იმიტომ ჯერა რომ მოწევადი არამედ იმიტომ რომ აბნევს ადამიანებს ცნეობრივ პრინციპს ურღვევს მათ. მე სახელმწიფოს ინტერესებს ვიცავ. ბოლოს პირველად დამეწერა ის წერილი, სხვა დაწერდა. დანაშაული ჩადენილია, დამნაშავეს მაინც დასჯია. მართალია ამ საქმეს სახელმწიფო მოულის და აუცილებლად მოულის, მაგრამ მე მაინტერესებს, აი შენ პირადად შენ რატომ გსურს რომ საკუთარი ხელით ყელი გამოშრა მეგობას? მე სახელმწიფო არ დამიწყო ხო იმის მტკიცება თითქოს ამას რაღაც მაღალი იდეალების გულისათვის აკეთებდა. ეს დემაგოგია. არა, ეს დემაგოგია არ არის და შენ ეს კარგად იცი. ამიტომ ჩვენ ახლა დავრეკავთ რედაქციაში. შენს ხომ მოადგილეს შენი სტატიის ნაცვლად დაბეჭდოს წერილი რუბრიკით. თქვენთვის დიასახლისებო. ეგის გამარჯობა. კარგად. მირიანს უნდა შეთელაპარაკე. ელაპარაკე. მირიამ ელაპარაკე. ეს ძალადობაა. არა, ეს ძალადობა არ არის. შესაძაც ძალადობას ებრძვიან, ეს უკვე კანონიერი შურისძიებაა. მირიან. დარეკე. მინდა ერთი არაკი შეგახსა. აი, არის არაკი. ვატროვეთ ბატონო ჩვენს გვალაპარაკეთ რა შეესაბამება. ერთხელ ხელოვნება სინამდვილეში არავით არის ხელოვნება, არავით არის სინამდვილე. რაც ახდება ეს არაფერს არ აღგავს. მხოლოდ ერთეულები ებრძვიან ძალადობას. რა სიზამ? ასეთია ჩვენი ხვედრი. მირიან. დარეკე გენაცხადა. ვინ ბრალდებით მათვილოთ ბოლოს და ბოლოს. ვინ არის ეს მყრალი ვერიკაცი? ვედა, ასე ლაპარაკი მამაცდა. დაიგდებათ. დარეკე. რა შედიხარ მათვილო? ეს თეატრია. დიახ. ეს მართლაც თეატრია. წერილი მაინც დაიბეჭდება. ჩუბა! Finita la commedia. უყურეთ რეპეტიციას იქ მაღლა ვიჯექით იარუსზე. მე მოგეწონა? არა ბატონო გიორგი. არა, თქვენ რა უკეთესი იდეები გაქვთ არა. სადაგონის რეპეტიციაზე დაუკითხავთ შემოპარვა ეს თეატრის ეთიკის დარღვევა პირველ ყოვლისა ეს რეჟისორმა უნდა იცოდეს. ჩვენ ვალობთ ბატონო. ვეძებ ბატონო, ესე იგი რაღაც სისულელე აქვს თავაზე. ბანდიტები, როგორ შეგვაშნეს. ამეთი
გვითხარი დაბაეთი რატომ არ მოგეწონა ჩემი ნამუშევარი? რა ვიცი, რა გითხრათ, ბატონო გიორგი. ჯერ ერთი ვკამათობთ რაღაც წერილზე, რომლის შინაარსი საერთოდ არავინ არ იცის. რა წერილი ეს? რა წერილი? მეორე სამსახურიდან ხსნიან ვიღაც დავით. ვინ არის ეს დავით? სად მუშაობს, რაც წარმოადგენს, ვინ არის ეს დავით? რა მნიშვნელობა? არა, ბატონო გიორგი, როგორ არა, ამას ძალიან დიდი. მე უკვე აღარ მაინტერესებს, რას იცავს ეს თქვენი მირი არის. ამიტომ ჩვენ სავდექით და პროტესტის ნიშნად ჩვენი ასეთი ამბავი შემოგთავაზეთ. თქვენი სისულელე შემოგთავაზეთ. თუმცა ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ბატონი თენგიზი გელაპარაკებთ, თენგიზ მოდი. თენგიზი? დიახ. რეჟისურას ვინ ასწავლებს? არა, მე რეჟისორი არ ვიყო. აბა ვინ არის ეს კაცი? რედაქციაში მუშაობს. აი ამას კი ვეღარ წარმოვიდგენდი რომ ჩემი საუკეთესო მოწაფე რეპეტიციაზე პრესის მუშაკს შემოიყვანდა. არა, ბატონო გიორგი. ბატონო შოთა, ეხლა დასტოვეთ ტელევიზიო დარბაზი. მოიწმინე, თენგიზ, მოიწმინე, მამა. ტელევიზიო დარბაზი. მამა. მოიწმინე. რა დაგემართა? ეს ხალხი აქ იმიტომ მოვიდა რომ მოგვეხმარონ. შენ ხომ არ იცნობ რედაქციის ცხოვრებას. მოусმინე, მამა. მე არ ვიცნობ რედაქციის ცხოვრებას. მე საერთოდ არ ვიცნობ ცხოვრებას და არც მინდა ბატონო რომ ვიცნობდე. მე თეატრის რეჟისორი გახლავარ და არა კინოსი და არც ტელევიზიის. თეატრში ხალხი იმიტომ კი არ დადის რომ ექიმების, რედაქტორების, მუშების, გლეხების, ინჟინრების, ცხოვრების ზუსტი ასლი იხიბო. არამედ იმიტომ, რომ მის აზროვნებაში რა სისულელეებს ლაპარაკობდა საერთოდ რეჟისორი, არ უნდა ლაპარაკობდეს ბატონო ჰამდენს, წაიყვანეთ სახიები მოემზადეთ და გვეჩვენეთ თქვენი ვარიანტი, აბა, ხუთი მომიწიეთ. დახურეთ ფარდა. დახურეთ ფარდა. ბატონო შოთა, აი აქ გაბზანდით. თენგიზი ბატონო გიორგი. ხო, თენგიზ, არა აქვს მაგას მნიშვნელობა თენგიზ. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. სხვადასხვის რედაქციის ცხოვრება შეეხება. აი თქვენი გაზეთის რედაქტორს შეუძლია თავისი სურვილით, თავისი ნებით დაბეჭდოს თავის გაზეთში წერილი, თუ ეს რომელიმე თანამდებობის პირს არ სურს. შეუძლია. შეუძლია. და ამისათვის არ დაისჯების? რა ვიცი, შეიძლება დაისაჯოს კიდეც, მაგრამ აი თუ აღმოჩნდება, რომ ამ წერილით სამართლიანობას იცავს და ბოროტებას ებრძვის, საბოლოოდ ალბათ ეპატიების. ეპატიები. თქვენ ამას გულწრფელად ამბობთ. როგორ გითხრათ, ბატონო გიორგი, ჩვენ უცნაურ დროში ვცხოვრობთ. უფლებები, დიახ, უფლებები ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ჩვენს თავზე, ჩვენს კეთილდღეობაზე ვფიქრობთ. აი ზოგჯერ მოგვიწოდებენ კიდეც. ვიყოთ უფრო კრიტიკულნი ნაკლოვანებების მიმართ, ვებრძოლოთ ამა თუ იმ მოვლენებს, ვამხილოთ სიყალბე ჩვენ კი. აი ჩვენ გვეშინია. გვეშინია. დიახ, გვეშინია. გამსო ბატონო გიორგი. არა, ვარ ჩემო ქალწულო, მომეცით ქიშმიში. ხო, კი, ალბათ გარეცხილი იქნება ეს ქიშმიში, მოიტაკე ხომ უკან. ბატონო შოთა. თენგიზ ბატონო. თენგიზ, არა, ბატონო, ამას მნიშვნელობა, თენგიზია, ირაკლია, რა მნიშვნელობა. აი ეს ქიშმიში, ბატონო, თენგიზ, მე ჩემმა ექიმმა გამომიწერა და ნუ გეწყინება თუ ვერ გიცილადეთ. აბა დავიწყოთ. Patirțămânno, magurăbăunno, me actors surs gaxna simartvis parda, dar tu daci Gogi, romel წელს ახარ დაბადებული? ძალიან კარგი. ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. დიახ. ბუფეტი გააქვთ ამ დასაწველ თეატრში? მაშინ შევისურვოთ თუ რაღაცა შიმშილისაგან აზრი მერდა. გავერთეთ სინათლე. აბა!
სიმართლის ფარდა და თქვენს დაჩლუნგებულ გაზარმაცებულ თვალებს უჩვენო ის რაც არ ხდება მაგრამ ჭეშმარიტებასთან უფრო ახლო მაშასე კვლავ რედაქცია რედაქტორი და კვლავ სხვა კაცად წარმოგვიდგება მირიანი თავგზა აბნეულ კომედიაში დაიწყეთ ნუ მაცხანა ნუ მამშვი არ დავწნარდე ვერ დამშვი გისმენ როცა შეიტყობთ ჩემს ტრაგედიას თქვენც აღელდებ გამარჯობა მირია უკაცრავად ბატონო გიორგი რატომ უნდა აუღელო არა თქვენ არ ეს მე ვღელავდი იცით ლექს ვასწორებ გილოცავ დაბადების დღეს მადლობთ ბატონო გიორგი დიდი მადლობა როგორც შევთანხმდით ხვალინდელ ნომერში თქვენი სტატია დაიბეჭდება როგორც შევთანხმდით ხვალინდელ ნომერში დაიბეჭდება ძალიან კარგი ამ საღამოს თუ თავისუფალი იქნებით გამოიარე ძალიან ახლა ვნახავ რა მაქვს დღეს საღამოს მაცალე ნუ ის აკეთე სიარული როდესაც კაცობრიობა არაგები თავისუფალი ვარ და უცილებლად გამოგივლით მე არ კეთილი არ ვარ ბოროტი მე შუაში კარგი დაგის ნუ ის ხოლმე მობარბა როდესაც ვიქნებ ოდია ეგ ხამაკლია რა აი ვიცი რომ ეს წერილი გადასწყვეტს დავითის მეც მაგრამ რა ვქნა ჩემო თენგი სხვა გამოსავალი არა მე ვერ გამიგია შენ ესე რატომ ხელა ხო ვიცი რომ დათოს უკვე ვეღარავინ ვეღარ უშვებს რა ვერ გაგიგია არ გამაგიჯო რა ვერ გაგიგია რატომ უნდა ერიოს დათოს ოჯახის უბედურებაში ჩემი ფერი ნუ ხელი ნუ რა მნიშვნელობა ხომ შეიძლება ვარესიც მოხდეს როგორ შევხედო დათოს დაუძლებულ შვილებს იცი რას გეტყვი ნუ აზრიადე გითხარი რომ გადაწყვეტილი აქვს მხოლოდ მოხსნა და ერთადერთი სასჯელი შენი წერილი იქნება ეს მე დანამდვილებით ვიც თენგის შეწყვიტე სულელური ცეკვა სულაც არ არის სულელური და უკვე შევწყვიტე დაგის ნუ იცი ხოლმე ჩემზე ადრე ტელეფონთან მისვლა ეს ხოიცი ის ტელეფონია ალო თენგის თხოვეთო ამ ტელეფონი ხო მართლა საკალო გაისტორე საკალო ვინ გითხულობდა დავითი
გასულა კაია, გასულა კაია. მე არ ვარ კეთილი. არ ვარ ბოლო. მე შუაში. კარგი. კარგი. ბატონო, რა ჩემო საყვარელი. მოიდნენ. ვინ მომიძნე? რა თქვი? თურმე საკუთარ ვიდეო. ხო. შენ მომიძნე. ბატონო ნიკოლოზ, მე არ ვარ ბოროტი, მაგრამ კეთილი არა ვარ. მე შუაში ვარ. კარგი ვარ, კარგი. თენგის, შენ გააგრძელე რა მეძალია. კი ბატონო. კი ბატონო. მეგობრებო. უკვე 30 წელია რედაქციაში მუშაობდა ასეთი გამოუსწორებელი შეცდომა, რომელიც ჩვენ დაუშვით ჩვენი გაზეთის ცხოვრებაში ჯერ არ მომხდარა. სხვათა შორის. ეს შეცდომა თქვენი სხალობით დაუშვით ბატონო ნიკოლოზ. თენგის, შემოდით ჩემთან საქმემად. რა შეცდომა? ბატონო თენგის, ნიკოლოზ. ამას ინსინუაციის სუნიაზდის. ინსინუაციის? როგორ პედავ ჩემს წინააღმდეგ განამშრომლების სამხედრებას? ეხლა დაგიმტკიცებ ყველაფერს. დამემკიცეთ. კი ბატონო. იუნესკოს გადაწყვეტილებით მთელი კაცობრიობა ზეიმობს. ხვალ გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერის ისააკ ნიუტონის დაბადების დღეს. მე თქვენ გეკითხებით, სად არის საიუბილეო სტატია ნიუტონზე? არ გაბედოთ! აი, სტატია ნიუტონზე. ბატონო მირიან. რა ჩემს საყვარელო? მოვიდა. ვინ მოვიდა? ბატონო დავითი. შემოვიდეს. ვინ შემოვიდეს მირიან? დავითი. დავითი. არა. მოდი. პროდუქცია გარანტე. მე წავედი. სამშობლოს საკეთილ დროს. რატომ წუხდები? მე არ ვიცი რამდენი წლის გახდა გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი, მაგრამ მე ვიცი რომ ჩვენ საყვარელ რედაქტორს ბატონ მირიანს დღეს 53 წელი შეუსრულდა წარსულს. რატომ არ გავაცხადე ბატონ მირიანს საჩუქარს რო გართმევდით? საჩუქარს მე მივართმევ, ხო?
ძვირფასო მეგობრებო დიდი ბოდიში, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს და ბატონ მირიანს მინდა ვკითხო. ჩვენ წავალ. მოიწვიეთ. რომ დავით მე სურს რომ ბატონმა თენგიზმა მომიხადოს ბოდიში ყველასთან დასწრებით ნიუტონის გამო. არაბითაც შემთხვევაში ძალიან ხო ჩვენ საქმეში ნუერებით. დავიდა თქვენი დრო. ჯობია საქმეს მიხედოთ და თავი გადაირჩინოთ. ბატონო გიორგი, ისმენ? სტატია მაინც იბეჭდება. კი, მაგრამ მე ხომ შევთანხმდი, რომ არავითარი წერილი არ დაებეჭდა. თქვენ ელაპარაკეთ მირიანს. გასაკვირველია. აბა ერთი სუთით. დიახ, მირიან, გისმენთ ბატონო გიორგი. ვინ მოგცა უფლება, რომ დაუკითხავად ბეჭდავთ ასეთ წერილს? კი, მაგრამ თქვენ არ მითხარით. არავითარი წერილი. ამაზე თქვენ პირადად აგებთ პასუხს. დათო გეფიცებ, ყველაფერს. ბატონო გიორგი. თენგიზ, დიახ, თენგიზ განაცვალა, ჩემზე აზრი შეიცვალა. დიახ. ამიტომ ამოიღე წერილი და მის ნაცვლად ჩასვის სტატია რუბრიკით თქვენთვის დიასახლისებო. 5 წუთში. მომენად რა. ძმაკაცებთან კეიფი. მაპატია, მაგრამ ხვალინდელ ნომერში უნდა დაიბეჭდოს თქვენი წერილი. ხვალინდელ ნომერში უნდა დაიბეჭდოს თქვენი სტატია. არ ხარ ბოროტი. მე შუაში. კარგი ხარ. კარგი. მე 60 წელია მხოლოდ საეტაპო სპექტაკლებს ავდგა. აი თქვენი დღევანდელი ნაცვლადიც ასეთ საეტაპო ნაცვლადად მომეჩვენა. დასვით. მოგეწონათ ბატონ გიორგი. თქვენ გახსოვთ ნიუტონის ბინომი. აი მე კი მახსოვს ნიუტონის ბინომი. მოგეწონათ თუ არა ბატონო გიორგი? ბატონო შოთა, თქვენ მოგეწონა? თენ როგორ გითხრათ ბატონო გიორგი? მე პირველად დავა რეპეტიციაზე და რაც აქ ნახე, ყველაფერი ძალიან მომწონს. აი რაც შეეხება შენს ჩანაფიქრს, შემოგოგი. მე მგონი დიდი აბდაობდა.
თქვენ სცემით ბატონო თენგის. ჩვენ ჯერ ვეძებთ, ასე ვთქვათ, ძიების პროცესში ვარ. თუ გამოგივიდა ხომ ძალიან კარგი, თუ არა და ალბათ გვაპატიებს მაყურებელი ასეთ ექსპერიმენტს. გეყოფათ, მამა, გეყოფათ ფილოსოფია. გოგი, მე გქოთ განაგდოთ, მე ისე მომწონს, ისე გამაებინებდი, რატომ მოხდოს ეს ამ დაუკვირდა არ მოგწონს ჩემი ამ დაუკვირდა. თუნდაც იმიტომ ბატონო, რომ ბოლოს და ბოლოს მე გავიგე ვინ არის ეს დავით. თელი ჩემი არსებით ვერ ვიტანა ესეთ ადამიანებს და მე მაინტერესებს. რითი დამთავრდება მისი კარიერა? მაინტერესებს. მე კი ვერ გავიგე ვინ არის ეს დავითი. ვერ გავიგე რა კაცი არის ეს. რა არის აქ გაუგებარი ბატონო? რა არის აქ გაუგებარი? მე მაქვს ორი ვარიანტი, ერთი წარმოების კომბინატის ან მეურნეობის დირექტორი, რომელიც ქთამს იღებს და კარგად ცხოვრობს. მეორე ვარიანტი კი რომელიმე მინისტრი, რომელმაც თავი ვერ მოაბა საქმეს. რა არის ეს? გასაგებია, ესე იგი თქვენ გაზეთის ფელეტონის დადგმა გსურდა არა პიესის. რატო? მაშინ დავარქვა თქვენს დადგმას ბატონო კანონიერების სადარაჯო. გოგი! მოდი აქ. რას გავს ეს? ბატონო გიორგი, ჯერ გავაგრძელოთ და მე ვილაპარაკო. გავაგრძელოთ ბატონო. რა გავაგრძელოთ ბატონო? გააგრძელეთ აბა ხო? ნუ ისე მირიანის დაბადების დღეა. ია. დავითი მშვენივრად გაუძღვა სუფრას, ბევრი აცინა ხალხი. გულის აუჩუყა. დავითის სადღეგრძელო ის თუ შეიძლება მუსიკა. მე მინდა საქართველოს სადღეგრძელო შევსვა. გოგი, ერთი წუთი, დაუშვით სუფრა! დაუშვით სუფრა! გადადიშით ეს მოეწყე საკი. მეგობრებო, ახლა ჩვენ გავითამაშოთ საჩვენებელი დაბადების დღე, რომელსაც უცხოელი კორესპონდენტი ესწრება. დავითის სადღეგრძელო გთხოვთ. მე მინდა საქართველოს სადღეგრძელო შევსვა. ჩემი პატარა სამშობლო უძველესი კულტურის კერა. თქვენ ალბათ უკვე ნახეთ ჯვარი, სვეტი ცხოველი. იყავით გორში, იმ პატარა სახლში. მე ვიცი რომ თქვენს ენაზე თარგმნილია ჩვენი უკვდავი ვეფხის ტყაოსა. თქვენ ალბათ შეამჩნიეთ რომ ქართველებს გვჩვევია ტრაბახი, მაგრამ განა ის ყველაფერი რაც მე ჩამოვთვალე არ გვაძლევს მცირე რიცხვოვან ერს ტრაბახის უფლებას. გაუმარჯოს საქართველოს. არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს. მადლობთ. მე მართალია პირველად ვარ თქვენს რესპუბლიკაში, მაგრამ ძალიან ბევრი წამიკითხავ და ბევრი ისმენია თქვენ შესახებ. ერთი რამე მაინტერესებს. როგორ ადამიანს ირჩევთ ქართულ სუფრას?
სუფრაზე თამადად ხო ქართულ სუფრას უნდა უძღოდეს პატიოსანი სპეტაკი სულით რაინდი ადამიანი არა ქალბატონო ქართულ სუფრას ჭერმეტყველი ენაცვლიანი ინტელექტუალური ადამიანი თუ გაუძღვება ინტელექტი ხომ თავარია ყველაზე კარგი თამადაა ქართულ სუფრაზე მაინც თბილისელი ვაჟკაცია მარტო თბილისელმა ვაჟკაცმა იცის სუფრაზე მომხედა სმაჭამა დიდად შესარგი არა პირველ რიგში თამადა ის კაცია რომელიც გიყვარს რომელსაც ენდობი რომელთანაც გინდა ნამდვილი მეგობრობა სულისე გადაშლა რამე აქ იმარჯვოთ ჩვენს კორესპონდენტთან ბატონო მირია შეგიძლიათ თქვენი სურვილით თქვენი ნებით დაბეჭდოთ თქვენს გაზეთში წერილი თუ ეს რომელიმე თანამდებობის პირს არსობს გააჩერეთ მუსიკა გააჩერეთ მუსიკა ასია ბაგიდა რომელი ხალხად ასია ბაგიდა ბატონო გიორგი ახალგაზრდა კაცი აღარა კარგი ხუქმერთი გწამს ყველაფერი ხუმრობაში ნუ გადაგა ძალიან მიგრის როგორ აიყოლიეთ ეს პატიოსანი ხალხი და გააგიჟეთ თქვენი არ ვიცი და მე უარს ვაცხადებ ამ სულელულ ექსპერიმენტში მონაწილეობას დიახ ბატონო გიორგი მოდის გიხდით მაგრამ იცით მოიწვიეთ ცოტა ხანში გაჩერეთ თუ შეიძლება ძალიან გთხოვთ ჯერ დაწეროთ პიესა და მერე გამოგვიზახოთ რეპეტიციები ჩვენ ასე მუშაობა არ შეგვიძლია მე თქვენთან ერთად მინდა დავწერო პიესა და ბატონო გიორგი რომელი ტირსოდე მოვლინა ან ლოპე დევეგა ჩვენო თეატრში ვერც ისე დასწერდნენ ბატონო ჩვენ ასე მუშაობა ადრე ცოტა ჩვენ ასე მუშაობა არ შეგვიძლია ერთი დღე ადრე ანაი დიში ოპატია აფან ამბილარ მედიციას მაინც ნუ ჩამიშვით ბატონო გიორგი თქვენ კარგად იცით რომ მე მიყვარს თამამი ექსპერიმენტები მაგრამ აბა რა სითამამი ებრძოლო იმ მოვლენებს რომელსაც თვითონ სახელმწიფო ებრძვის ეს სიმართლე თქვენ 10-15 წლის წინათ უნდა შეგონი არა სახელმწიფოებრივ ეს პრობლემა აღარ არსებობს შეიძლება ცხოვრებაში გვხვდება ასეთი ხალხი მაგრამ თიას დღეს ეს პრობლემა აღარ უნდა
შემოუნახო მხატვრებმა ჩვენს მომავალ თაობებს, ჩვენი გმირების, მეცნიერების, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა სახეები, ეს მათი ვალიცადის. მაგრამ სულ სხვა თეატრის დანიშნულება, ბატონო გიორგი, ერის საკივარს, მანკიერებას, მის სუსტ მხარეებს, თამამად უნდა ამხელდეს იგი და ამას სხვათა შორის სხვებზე ადრე უნდა ახერხებდეს, ბატონო გიორგი. რომელ წელს ახარ დაბადებული? 1915 წელს. ძალიან კარგი, ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. ბრძანეთ, ბატონო, ბრძანეთ. კიდევ დიდხანს აპირებთ ლაპარაკს. აი, ბატონო გიორგი, თქვენს წინ და მე სიმართლეს ვამბობ. თეატრი სულ ახალ პრობლემებს უნდა ეძებდეს. სულ ახალ ნაკლოვანებებს უნდა ამჟღავნებდეს. მაინც რა ვიცი, ბატონო, რეჟისორი თქვენ ახართ და დრამატურგობას თქვენ გიგისინათ და თქვენ გაგვეცით. ლაპარაკებით მამაჩემს ასე რა. მოიწვიდეთ, ხელბატონო, მოიწვიდეთ. თქვენ არა მზადეთ მამაჩემი დაბენდა და გამოხტერდაო. ამის მოთმენა არ შეიძლება, მამა, წავიდეთ. სანონა წავიდე. მე რეპეტიცია. შენ მე მართლა გამოშტერებული ხომ არ გონია? მაშინ მე წავალ. წავედი ხარ მოიცა? ალბათ. სამალი რომ დამჭირდეს. ამზეა, თვითონ მიიღე, არაფერი. არ დახვიდე, მე შინია ქალი. არ მოგდეს და ეს სტაკი მასხარაო. მე არ მასხარაო, გამიგეთ ხალხო, მე არ მასხარაო. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მიყვარს შენ ახარ და შენ სამტოვებ, არ გეცოდები. მინდა მიეცხავს თეთრეულს, მინდა მივაგებს ლოგის. სად არის დიუმას მეოთხე ტომი? ვისათხოვე? მე ნუ მაბრალებ, შენ თვითონ დაგარგე. კარგი, მიბატიერია, შენ თვითონ. ოღონდ უწახვალ, განაცხო, და ყველაფერი, ვაიმე. ბატონო გიორგი. გული. როგორ არ ჩვენია ქალბატონო? მაბადიეთ ბატონებო, მაგრამ მე მომეჩვენა თითქოს მართლაც სუდად გავხდი. გეყოფა, მამა, არა მე შენი მამა აღარა ვარ. თავისუფალი ხარ ჩემგან. ახლა შეგიძლია წახვიდე და დაუნგრიო ოჯახ. არა მოიცადე, ცოტაღაც მოიცადე. მამის მონოლოგს დაიკითხავს რომელსაც ვეტყრული მამა კითხულობს. მამის მონოლოგი რუსულად წევა. არა მე შენი მამა აღარა ვარ. ახლა წადი. სად არის? მართლა წავიდა. ქიშმიშიც არ დამიტოვა. უსვენდის. აი აგახლავთ ინებეთ ბატონო. მადლობა. აი ეს ქიშმიში მე ჩემმა ექიმა გამომიწერა და ნუ გეწინა თუ ვერ გიწილად. საშინელება ყოფილა ეს სიმერე. ჩემ მეგობარს შევხვდი ქუჩაში. სხვათა შორის დიდი კაცი იყო ერთ დროს. ძალიან მიყვარდა. ხალხი
ვისაც უყვარდა თუ არა ვსწრები ცეცხლში მოგაკვილი მოდიოდა გასვეთილი ძველი პალტო ეცვა დრაპს და კარაკულის სახელით მე სიხარული შევეგები ამოხედა თვალის კუთხეები ჩაწითლებული ქონდა აი არ მახსოვს აი თვალის იმ დაავადებას დიდხანს მიყურა და მერე ჩაიჩიფჩიფა ბატონო ვიცი რომ გიცნობთ მაგრამ ვინ ხართ არ მაგონდება მე ჩემი სახელი და გვარი უთხარ მაინც ვერ გამიხსენა და ბოლოს იცით რა მითხრა ახალგაზრდაო მე მიწოდა ახალგაზრდაო ახლა დაიწყეთ სიკვდილზე ფიქრი და უფრო მეტ სიკეთეს მოუტანთ ხალხს და წავიდა Paralitიური ფთოზი გამახსენდა ასე ეძახიან თვალის დაავადებას ბიჭო გოგია აგანა შენ საკათა Sverava carga. Madugio. Ha? Moiti, Madugio. Oh, Madugio. ha. Madugio.
ნება მომეცი 51 სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა სახელი მოგილოცოთ დაბადების დღე. ჩვენი სკოლის მოწაფეები თქვენი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლები ვართ. კარგად ვიცნობთ თქვენი ცხოვრების გზას, რომელიც ყოველთვის არ იყო იავარდით ფენილი, მაგრამ თქვენ ყოველთვის მედგრადი დექით ამ გზაზე. სწორედ ამიტომ მიიღო ასეთი დიდი შეფასება თქვენმა შემოქმედებამ. ჩვენი სკოლა იაკობ გოგებაშვილის სახელს ატარებს და ჩვენ გვინდა მოგიძღვნათ უკვდავი დედაენა, ნიშნად გულწრფელი სიყვარულისა თქვენდან. იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ ქართველი ერის საკეთილდღეობას. გოგონა, რომელ წელს ახალ დაბადებული? 1967 წელს. ძალიან კარგი. თქვენ ხართ თქვენი კლასის კედლის გაზეთის რედაქტორი. შეგიძლია თქვენი ნებით, თქვენი სურვილი დაბეჭდოთ ამ გაზეთში წერილი, თუ ეს თქვენი კლასის დამრიგებელს არის. დიახ, შემიძლია. მადლობა ღმერთს! თავარია არ იყოს ომი, სისხლის ურა. არ გავცვლი ჩემსა სამშობლო, სხვა ქვენი საოთხე შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო. დამთავრდა მისი ტანჯული ცხოვრება. დამთავრდა სწორედ იმ სახლში, რომელიც მას ყველაზე ძალიან უყვარდა და რომელშიც ყველაზე მეტ კივილს აყენებდა. მაგრამ ჯერა რომ ამ უიღბლო კაცის ცხოვრება უკვალოდ არ ჩაიგდო და პატარა სიკეთეს მაინც მოუტანს სამშობლო.